მოგესალმებით მეგობრებო, მე არჩილ მაისურაძე ვარ, გავაგრძელოთ ქართული მემკვიდრეობის გაცნობამ. სანამ საქმეზე გადავალ, პირველ რიგში მადლობას გადავხდი იმ 1000 გამომწერს, რომლებმაც არ დაიზარა და ჩემი არხი გამოიწერა. სხვებსაც მაყურებლებს, ვინც კომენტარს ტოვებთ, ვინც კომენტარების სახით თბილ სიტყვებს არიშურებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მართლაც აინტერესებს ქართული მემკვიდრეობა, თვალსადევნებს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ფილმს, ისევ იმერეთში წამოვედი. უნდა მოვინახულო ზესტაფონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, ხონის რამდენიმე უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ისტორიულ-კულტურული ძეგლი და შემდეგ გადავალ სამეგრელოშიც და რამდენიმე ძეგლს სამეგრელოშიც ვნახავ. მოკლედ, დავიწყოთ, საინტერესო ფილმი გველოდება წინ. დავიწყოთ ბაღდათიდან, კერძოდ სოფელ ფერსათიდან. ფერსათის სასაფლაოზე არის ეს შესანიშნავი ეკლესია. ეს არის სალხინოს ეკლესიასაც ეძახიან. ვინაიდან ამ ადგილას ხინი და პურობა იმართებოდაო. ესეთი სახელი შემოშაი. ძალიან მაგარი ეკლესია. სამწუხაროდ დანგრეულია, მაგრამ რაც დარჩა, ისიც შესანიშნავია. ეს აღმოსავლეთის ფასადია. ნაშენია აი კარგად გათლილი. ეს არის ქვიშაქვის ქვა, თავისებური ვარიაცია ერთგვარი ქვიშაქვის. ერთი შესასვლელი აქვს აი სამხრეთიდან, მეორე დასავლეთიდან, როგორც ჩანს. ესეთი შესანიშნავი დაძარია ულამაზესი. მცირე დეკორატიული ელემენტებია, ეს უკვე დასავლეთის ფასადია. წავიდეთ ახლა შევიდეთ შიგნით. ხო, აი დასავლეთის შესასვლელის მარცხენა მხარეს ესეთი შესანიშნავი ჩუქურთმებია. დიდი ალბათობით ასეთი ჩუქურთმა იქნებოდა ბევრი, თუმცა თვითონ ქვის ხასიათიდან გამომდინარე ცოტა შლადი ქვა და ალბათ ბევრი ჩუქურთმა დაიკარგა ამის გამო. ეს უკვე ინტერიერი. კარგი, წავიდეთ.
აქედან მინდა გადავინაცვლო სოფელ წითელხევში იქ ბევრი ეკლესიებია. აქვე მეზობლად არის სოფელი წითელხევი და იქ გადავალ. კარგით, აბა დროებით. გადმოვედი წითელხევში. და წითელხევიდან ახლა მივდივარ ვანიგანის ეკლესია ეგეთი. სოფლიდან დაახლოებით ეგრე 5 კილომეტრში იქნება. აი ულამაზესი ბუნებაა. შეხედეთ. ძალიან ლამაზია. გვიმრები არის ბევრი ძალიან. წავედით დაახლოებით 2 კილომეტრი გამოვიარე. ეგრე 3 კილომეტრი დაგვრჩა ალბათ. მოვაღწიე როგორც იქნა ეკლესიამდე. ტაძრამდე მოსასვლელი გზა ბილიკი სულ ეკალბარდებით არის ჩახერგილი და დიდი გაჭირვებით მოისვლება მოკლედ. და ესეთი შესანიშნავი ტაძარი გვხვდება აქ მეგობრებო. სამწუხაროდ ბევრი არაფერი ჩანს, იმიტომ რომ ტაძარიც უკვე სულ გადავლილია. ეკალბარდებს აქვთ გადავლილი. ესეთ შესანიშნავ გარემოშია აგებული ეს ეკლესია. ქვემოთ პატარა მინდორია. დიდი ალბათობით მანდ სოფელი იქნებოდა ადრე. აი ახლა შევიდეთ ეკლესიაში. აი ესეთი უზარმაზარი არქიტრავის ქვა. აი ჯვარიც ყოფილა აქ უბრალოდ. დამდნარია და გამოფიტული ქვა. ნახეთ აქ ფრესკის ფრაგმენტებიც არის შემორჩენილი. წითელხევის სასაფლაოზე მდებარეობს კახორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ამ პერიოდზე მიუთითებენ ის რელიეფური გამოსახულებები, რომლებიც ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ არქიტრავებზეა. ესენია ტორფმკლავა ჯვრები, ორი ფიგურის და დიდი ცხოველის გამოსახულება.
გადავიდეთ სოფელ ზედავანში. აქ სასაფლაოზე მდებარეობს მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც მე-12-13 საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ინტერიერში შეინიშნება მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. გარედან კი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებული ჰქონდა ეგვტერები. სამხრეთისა ფაქტიურად აღარ არსებობს, ჩრდილოეთისა კი დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული. დაზიანებულია ასევე დასავლეთის ნართექსი. რესტავრაცია 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც აღმოჩნდა ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი, რომელზეც ეწერა: მეუხე ყავს სულსა გიორგისასა. წავიდეთ ზესტაფონისკენ გადავინაცვლოთ. ზედა საქარის წმინდა გიორგის ეკლესია. ესეთ ლამაზ ეზოშია აშენებული. შემოუვაროთ გარედან. ზარმაზარი სურვა ამოსული ესეთ. შეგნით. აი ესეთია ტაძრის ინტერიერი შესანიშნავი ტაძრის. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტებიც, აი თუ ხედავთ. ზარმაზარი თიხის ჭურჭელია ჩაშენებული ორივე მხარეს აკუსტიკისთვის. ეს ქვა უნდა იყოს სარკმლის თავსართი, რომელიც შემდეგ მეორადად არის გამოყენებული ტაძრის კედელში. ეს მოხატულობის ფრაგმენტები. ტაძარი დიდი ალბათობით არის განვითარებული შუა საუკუნეების. ნაშენია ძირითადად აი ქვიშაქვით. ეს არის ქვიშაქვა, მეგობრებო. ესეც. აი ხედავთ კამარის დამჭერი თაღების ორი სვეტია შემორჩენილი, ერთი აქეთ მხარეს სამხრეთ კედელზე, მეორე აქეთ ჩრდილოეთით. ის წავიდეთ გარეთ. კიდაც ნახოთ რა ხდება. ისევ სოფელი ზედა საქარა, მეგობრებო. აი აქ სასაფლაოზე არის ერთი დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. სამწუხაროდ მთლიანად აი ეკალბარდებით და ბუჩქნარით არის. ბუჩქნარს აქვს გადავლილი, არა შემოუვაროთ. აი რა ლამაზი ქვის წყობა აკვირდებით, აი ვიწრო ქვები, შემდეგ ოთხკუთხედი კვადრები. ძალიან ლამაზია.
აქაც რვა ამოსული. გადაკეტილია. ტაძარში შესვლა ფაქტიურად წარმოუდგენელია. მთლიანად ეკალბარდებით არის სავსე. ანუ ტაძარს ქონია ესე დასავლეთიდან შესასვლელი. შემოგვარდება. სამწუხაროდ ვერ გეტყვით, არ ვიცი ვისი სახელობისაა. აქედანაც შეგვიძლებელია შესვლა. აი აქედან. კარგით, მოდით ვეცდები ამ სარკმელიდან კამერა მაინც მოვახვედრო და რაღაცა გადავიღო. ესეთი შესანიშნავი ტაძარია მეგობრებო შიგნიდან. აი იქით პირდაპირ თუ ხედავთ მოხატულობის ფრაგმენტიც არის, ანუ ეს ტაძარიც ისევე ლამაზად იქნებოდა მოხატული, როგორც წმინდა გიორგის ეკლესია. ესეც ლამაზად ქვიშაქვით არის ნაშენი. ვაი, დავინახე კარები. ერთი კარები ექნებოდა ჩრდილოეთიდანაც, ანუ იქიდანაც და დიდი ალბათობით სამხრეთიდანაც იქნებოდა, რომლის კედელიც ახლა უკვე გადანგრეულია. ანუ ტაძარს ექნებოდა 3 კარები. დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. კარგით, წავიდეთ. ამ ეკლესიის აღმოსავლეთით არის აი ესეთი შედარებით გვიანდელი 19 საუკუნის უნდა იყოს ეს. 19 საუკუნის ფერისცვალების ეკლესია. ესეთი შესასვლელი აქვს. კარგით, გადავინაცვლოთ სხვა სოფლებში. სოფელი ჭალატყე, ეკლესია საკვირაო. მცირე დარბაზული ტაძარი მდებარეობს შემაღლებულ გორაკზე და ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებით. ეხლა ვარ სოფელ ტყლაპივაკეში. მეგობრებო, აი აქ ქვემოთ ხევისკენ არის აი ეს ძალიან საინტერესო ეკლესია. როგორც ხედავთ, ესეც თითქმის მთლიანად მცენარეულობით არის დაფარული. ეს არის დასავლეთ ფასადი, აი ნახეთ რამხელა ქვა უზარმაზარი თითქმის აი გაზდევს ბოლომდე თელს კედელს.
შემოვაროთ. აი შესასვლელი აქ კი იქნებოდა მინაშენი. სამხრეთ მინაშენი. გარშე მოვლა საზრი არ აქვს, იმიტომ რომ სულ აი ეს მცენარეებით არის დაფარული. მოდით შიგნით შევიდეთ. შიგნიდან ნახოთ. აი ეს შესანიშნავი ტაძარია. აი დააკვირდით, აქაც რამხელა თიხის ჭურჭლებია ჩაშინებული საკურთხევლის კედელში აკუსტიკისთვის. ეს სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედელია შემორჩენილი. ვისაც ჩემი პირველი ფილმი გაქვთ ნანახი იმერეთზე, გემახსოვრებათ ესეთი ცხელი დღე იყო და გასაგრილებლად სამწვერას ჩანჩქერზე ვიყავი. დღეს კი მინდა ვესტუმრო ქადაგიძის რაპს და ამ ულამაზეს ადგილსაც გაჩვენებთ. დღეს კიდევ უფრო ცხელი დღეა, ალბათ 40 გრადუსი იქნება, შეიძლება მეტიც და შვენიერი ადგილია, ვინც მოხვალთ ამ ადგილას, ძალიან ისიამოვნებთ. მოკლედ, მეგობრებო, ეს არის მდინარე ძუსა. აი, სწორედ ქადაგიძის რაფი არის ამ მდინარეზე და ზემოთ რაც ვახსენე სამწვერას ჩანჩქერი, ისიც ამ მდინარეზე უბრალოდ ოდნავ ცოტა ქვემოთ არის. ნახეთ რა სილამაზეა. ეს არის ვარდიგორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-11 საუკუნეებით თარიღდება. მდებარეობს თერჯოლა-თუზის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ქედზე. ამჟამად რესტავრირებულია. ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. ტაძრის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს აღმოსავლეთ სარკმლის საპირე ქვა, რომელშიც ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ეს უკვე არის მეგობრებო სოფელი თუზი და
თუზის სამების ეკლესია. პირველად ავარ აქ, მაგრამ როგორც ვიცი, არის ძალიან მაგარი ეკლესია, მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღდება. აი ესეთი კარგად გათლილი ქვებით არის აშენებული. ახეთ რა საინტერესო საყრდენები აქვს. რაჭაში მინახავს მსგავსი. ეს აღმოსავლეთ ფასადია, აი მშვენიერი მოჩუქურთმებული ჯვარი და სარკმელია. აი შემოვუაროთ. აი აქეთ მხარესაც არის. იმედია ღია იქნება. იმიტომ რომ შიგნით მხატვრობაა შემორჩენილი. ძალიან ლამაზია და ძალიან ლამაზ ადგილას არის აშენებული. აი ესეთი არა იგრძნობა სიძველე. გამიმართლა კარებიც ღია. აქეთ ჩრდილოეთ კედელიც ვნახოთ. ლამაზია. კარგით, აბა შევიდეთ შიგნით. ლამაზია. ესეც მხატვრობის ფრაგმენტები აი აქ. ხედავთ მაცხოვრის ჯვარცმა ქვემოთ საერო პირები არიან. წარმოიდგინეთ რა ლამაზი მხატვრობა იქნებოდა დაზიანებამდე. ძალიან ლამაზია. აი კიდევ საერო პირები. ბევრი საკმაოდ ხუთნი. ლამაზესი მხატვრობა იქნებოდა, ულამაზესი. ცხენი მოჩანს დიდი ალბათობით. წმინდა გიორგის გამოსახულება იქნებოდა მანდ. ყურადღება მინდა გაამახვილოთ თვითონ საერო პირების ჩაცმულობას. აი ნახეთ რა საინტერესო ქუდები ახურავთ. ძალიან საინტერესო კაბები. ისინი დიდი ალბათობით არიან მხატვრობა უფრო განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს, ალბათ მე-16 საუკუნეს და ეს საერო პირებიც ალბათ ამ პერიოდის წარმოადგენლები არიან. შესაბამისად, მხატვრობაც გვიანდელია და დიდი ალბათობით ამ ხალხმა ეს ტაძარი აღადგინა. გადმოვინაცვლე უკვე ხონის მუნიციპალიტეტში. აქ მინდა გიჩვენოთ სოფელ სუხჩეს ღვთისმშობლის ეკლესია. ძალიან ლამაზ ადგილას არის. აი ქვემოთ ჩამოდის მდინარე ცხენისწყალი.
და ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას არის აი პატარა მთაზე ეს ულამაზესი ტაძარი. ახლდანაც გაჩვენებთ. სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე არის ძალიან საინტერესო რელიეფური კომპოზიცია. შესანიშნავი რელიეფური ქვებია ინტერიერშიც. ერთზე გამოსახულია ჯვარცმა, მეორეზე ამაღლება. გარდა ამისა, ქვებზე კიდევ თითო სცენაა, თუმცა მათი გარკვევა ძნელია. რელიეფები საკმაოდ ძველია და სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება. გადავინაცვლოთ უკვე სამეგრელოში. აქ სოფელ აბედათს გადმოსწერის ბჟერის მთა, რომელსაც ამშვენებდა მე-4 საუკუნით დათარიღებული ციხე. ციხეს გარშემო გალავანი ეკრა, რომლის დანგრევასაც თურმე რომაელები ცდილობდნენ. სწორედ ეს ომი აღუწერია ბერძენ ისტორიკოსს. ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათა სკოლიატიკოსი ვრცლად წერს იმპერატორ იუსტინიანეს დროს ლაზიკის ტერიტორიაზე სპარსეთისა და ბიზანტიის ომებზე. ამ ომების მსვლელობისას აგათია ბევრჯერ ახსენებს ონოგურის, ანუ იგივე აბედათის ციხეს. ის წერს, სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი ონოგურისის ციხე, რომელიც მათ ჩამოეგლიჯათ არქეოპოლისის მიდამოებიდან და ჩვენთვის აუტანელ სირცხვილს წარმოადგენდა ის, რომ მტრის ჯარი მტკიცედ ჩამჯდარიყო ზღუდის შიგნით, ჩვენს მიწა-წყალზე. სტრატეგოსთა თათბირზე გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ მთელი ჯარით გამგზავრებულიყავით იმათ წინააღმდეგ და გაგვენადგურებინა ისინი. პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა, რომ ნოქალაქევის საკონტროლო ზონაში იყო აგებული აბედათის ძველი ციხე, ონოგურისი, და მას მე-4-მე-6 საუკუნეებით ათარიღებდა. ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე დარბაზისა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებდნენ. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ 3 ფენისგან შედგება. არქიტექტურული მასალა ძირითადად ადრეფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე 2 გალავნისგან შედგება. მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 10-12 მეტრის სიმაღლისაა. გალავნის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები მთის რელიეფის შესაბამისად მეორე გალავნითაა შემოფარგლული. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის დათარიღება ცხადია მე-4-მე-6 საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელი შუა საუკუნეებში მოქმედი იყო, ვიდრე მე-18 საუკუნის ბოლომდე. გალავნის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძველი წელთაღრიცხვის მე-3-1 საუკუნეების კერამიკული მასალა. ციხის შიგნით აღმოსავლეთ კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელსაც პარმენ ზაქარაია მე-9 საუკუნით ათარიღებს. ის საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა და ნაგებია ძირითადად მოთეთრო კირქვით.
აბედათიდან სოფელ სერგიეთში ჩამოვიარე. აქ სასაფლაოზე მდებარეობს მთავარანგელოზის ეკლესია. მას 3 შესასვლელი აქვს და შედარებით გვიანდელი პერიოდისაა. ეხლა ვარ მეგობრებო სოფელ ბეთლემში და ეს არის ჯეგე მისარონის ეკლესია. აი სამწუხაროდ რთულ მდგომარეობაშია დანგრეულია თითქმის მთლიანად. მხოლოდ სვეტებია დარჩენილი. თაღი გადადის იქ. ჩრდილოეთის კედელია, სავარაუდოდ, ხო. ჩრდილოეთიდან იქნებოდა შესასვლელი. აი შესასვლელი სამხრეთიდანაც იქნებოდა. საუკუნეს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა საკმაოდ ძველი ჩანს. აი აქ გარშემო გალავანიც შემოუყვება. დიდი გალავანიც ექნებოდა ამ ეკლესიას. აი ესეც შესანიშნავ ადგილას არის. ულამაზესი ბუნებაა გარშემო. კარგით. წავიდეთ მარტვილში გადავინაცვლოთ, უშუალოდ მარტვილში. და ბოლოს მეგობრებო, მარტვილის მონასტრის ულამაზეს კადრებს დაგიტოვებთ და აქვე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.